ასეთი კომენტარი დამიწერეს საკუთარ დედაზე ერთმა, რომ 36 წლის ასაკში სუნთქვა უჭირდა, 40 წლის ასაკში დაუდგინდა ემფიზემა, ეგონათ ასთმა, იმიტომ რომ ანუ ასთმასავით სიმპტომები ჰქონდა ყველა და შემდეგ გაუარესდა და 46 წლის ასაკში დაიღუპა ეს ადამიანი და დაუდგინდა ჯამში ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი. ეს დაავადება საკმაოდ მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ 90% რეალურად რჩება ყურადღების გარეშე, ანუ 90%-ის დიაგნოსტირება საერთოდ ვერ ხერხდება. და არის ეს რაღაცა ახასიათებს სუსტი იმუნიტეტი, ან ბავშვობიდან სუსტი იმუნიტეტი, ხშირად ცივდება ბავშვი, ბევრად ხშირად ცივდება ვიდრე სხვები, ხველა, გულმკერდის მიდამოში შებოჭილობის შეგრძნება, ფიზიკური დატვირთვაზე ქოშინი და ნელ-ნელა ვითარდება, ნელა ზიანდება ფილტვები და ვითარდება ემფიზემა ფილტვებში. მექანიზმი არის ესეთი, რომ ღვიძლში წარმოიქმნება მოკლედ ეს ცილა, რომელსაც ქვია ალფა-1 ანტიტრიფსინი და ეს ცილა საჭიროა იმისთვის, რომ ელასტაზა, რომელიც გამოიყოფა ნეიტროფილების მიერ, შებოჭოს. ანუ უნდა შეუკავშირდეს მოკლედ ერთ ცილას, რომელსაც განეიტრალებს და აი ეს ელასტაზა არის გამანადგურებელი. ანუ ნეიტროფილების მიერ გამოიყოფა, ჩვენივე უჯრედების მიერ გამოიყოფა. წესით არის იმისთვის, რომ განადგუროს ბაქტერიები და ვირუსები, მაგრამ როდესაც საკუთარ ქსოვილებს ანადგურებს, ისე რომ მისი შემბოჭავი არ ყავს, ამ შემთხვევაში შემბოჭავი არის ეს ალფა-1 ანტიტრიფსინი, როცა არ არის საკმარისი, ეს ანადგურებს ფილტვებს და ესე დროთა განმავლობაში ფილტვები ნადგურდება. მეტიც, ეხლა ეს ალფა-1 ანტიტრიფსინი წარმოიქმნება ზოგჯერ არასწორი ფორმებით, ანუ მუტაციას განიცდის და არ წარმოიქმნება ისე, როგორც უნდა წარმოიქმნებოდა და გროვდება ღვიძლში. და დროთა განმავლობაში აზიანებს ღვიძლს. ეგ არის კიდე მეორე მნიშვნელოვანი. ანუ ადამიანს ეხლა ზევით რაც მოყევი მაგალითი, ის იყო მძიმე შემთხვევა. მძიმე შემთხვევებში ნამდვილად ესეა და ესე შეიძლება 50-ისაც ვერ გახდეს ადამიანი დაიღუპოს აი ამ დაავადების გამო. მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ესეთი ადამიანები ცხოვრობენ ბევრად დიდხანს და ბევრი მათგანი კიდე ცხოვრობს ისე როგორც 70 წლის ან 80 წლის ზოგიერთი მათგანი. ანუ სიმპტომები ძალიან გავს ასთმას მოკლედ, მაგრამ ასთმა არა, მთავარი განსხვავება ისაა, რომ ადრეულ ასაკში ემფიზემა ემართება. ემფიზემა არის, რომ წარმოიდგინოთ, ფილტვები უნდა შეიკუმშოს, გაფართოვდეს, ჰაერი როცა შევა გაფართოვდება, როცა ჰაერი გამოდის შეიკუმშება და აი ამ ემფიზემის დროს ფილტვები რაღაცნაირად სულ გაფართოვებული რჩება, რადგან ვეღარ იკუმშება სათანადოდ და ჰაერის ღრუები წარმოიქმნება რეალურად. წარმოიდგინეთ, რომ ფილტვებში გროვდება მეტი ჰაერი ვიდრე უნდა დაგროვდეს და ეგ დიდი პრობლემაა. ეგ ემფიზემა დროთა განმავლობაში ძლიერდება, ფილტვები ზიანდება და ადამიანს უჭირს სუნთქვა და ეგ არის მთავარი პრობლემა. ეხლა როგორ ისმევა დიაგნოზი ალფა-1 ანტიტრიფსინის? საქართველოშიც კეთდება ალფა-1 ანტიტრიფსინი და სისხლში უნდა განისაზღვროს. თუ ნორმაა, მაშინ პრობლემა არ არის. თუმცა ნორმასთან ქვედაზღვართან თუ ახლოსაა, შეიძლება რომ რამდენიმე მოდიფიკაცია აქვს ამ დაავადებას, რამდენიმე გენოტიპს ეძახიან, სხვა ანუ ეს შეიძლება იყოს აგრესიული ფორმა, 4-ია ძირითადად აგრესიული, მეტნაკლებად აგრესიული, უფრო მსუბუქი და მეოთხე ჯამრთელი, კიდე სხვა მოდიფიკაციებიც აქვს, მაგრამ იშვიათია. ძირითადად ეს 4 განისაზღვრება და ამ 4-დან გაჩნია რომელი აქვს ადამიანს, იმის მიხედვით თუ აგრესიული ფორმა აქვს, უფრო ჩქარა მიმდინარეობს დაავადება, თუ არააგრესიული ფორმა აქვს, ბევრად მნიშვნელოვანი. და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი რა არის, რომ ვინც ეწევა იმ ადამიანებში, აი ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი თუ აქვს, 10-15 წლით შეიძლება შეუმოკლოს სიცოცხლეს პირდაპირ. და ეგ ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ მოწევა, როცა ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი აქვს ადამიანს, კატეგორიულად არ შეიძლება, აი წარმოუდგენლად არ შეიძლება. სხვა ადამიანებზე კიდე არ აუშავს, მაგრამ ესეთ შემთხვევებში კატეგორიულად არ შეიძლება. მკურნალობა რა არის? აგმენტაციის თერაპიას ეძახიან მკურნალობისთვის. აგმენტაციის თერაპია არის გადასხმა ალფა-1 ანტიტრიფსინის, მაგრამ ძველი ღირს და ძალიან ეფექტური არაა, თუმცა პროცესს ანელებს და მაგიტომ იყენებენ ხოლმე იმ ადამიანებში, ვისაც აქვს სერიოზული აგრესიული ფორმა.
ასევე გამოიყენება იმისთვის, რომ ნელ-ნელა მოკლედ ზიანდება ბრონქებიც ამ დროს, მე ამოსულქვა უჭირს ადამიანს და ასთმის მაგვარი სიმპტომებიც აქვს. შესაბამისად, ამისთვის იყენებენ ბრონქოდილატატორებს, როგორც ასთმის დროს ან საინჰალაციო კორტიკოსტეროიდებს, როგორც ასთმის დროს. ან მკურნალობა შეიძლება გავდეს ასთმას, თუმცა ანუ პროგნოზი მოკლედ ასთმაზე უარესი აქვს, იმიტომ რომ ასთმა არის შექცევადი და სრულად მართვადია და ამ შემთხვევაში არ არის სრულად მართვადი, ნელ-ნელა ზიანდება დროთა განმავლობაში ფილტვები. ეს არის ალფა-1 ანტიტრიფსინის დეფიციტი. პროგნოზი თუ მსუბუქი შემთხვევებია არის ჯამში ცუდი არ არის, იმიტომ რომ ადამიანი თითქმის იგივე ცხოვრობს, რაც უნდა ეცოცხლოს. თუ მძიმე ფორმებია შედარებით ნაკლები და შეიძლება 50 წელი იყოს ეს სიცოცხლის ხანგრძლივობა, რაც რა თქმა უნდა არ არის კარგი. აი ეს იყო რის თქმაც მინდოდა, მადლობა რომ მისმენდით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოგწონთ ჩემი ვიდეოები და ლაიქეთ, თუ მოგწონთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.